დიდი მადლობა საოცარი მოგონებებისთვის, რომლებიც გაგვიზიარა რობერტ სტურვამ. ახლა კი მივესალმებით იმედი ლაივის სტუმარს, ხათუნა ხოფერია არის უკვე ჩვენ სტუდიაში. მოგესალმებით და ვიზიარებ. ნამდვილად არის ძალიან ძიმე მომენტი, მაგრამ ამავდროულად არის პატივის მიგების მომენტიც და აღიარების იმ დიდი ღვაწლის, რომელიც ამ ადამიანმა გასწია სამშობლოს წინაშე. თქვენ ხო ყოველთვის ესეთ რეჟიმში ხართ, მაგრამ ეხლა განსაკუთრებული ღვაწლი გაქვთ, იმიტომ რომ უკანასკნელ გზაზე აცილებთ მამას. ესე აღმოჩნდა, რომ ჩვენი თაობა მას ხო არავინ არ ყავდა. ჩვენ ვართ მისი შვილები. და აი ეს შრომა, რომელსაც ახლა თქვენ აკეთებთ და ალბათ ბევრი კიდევ სალმუნებს ვკითხულობთ, არის მამის გაცილება, ჩვეულებრივად მამის გაცილება, რომელსაც აი ყველანაირად ქრისტიანულად უნდა მივიღოთ. ამ შეფასებაში როგორ გაიხსენებთ? საინტერესოა, იმიტომ დღეს ყველა სტუმარს ვთხოვთ გაიხსენოს ის პირადი ისტორიები, იმიტომ რომ გარდა იმ საჯარო მოღვაწეობისა, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებდით, გარდა მის განცხადებებისა, ეპისტოლეებისა, ასევე იყო ის პირადი ურთიერთობები, რომლითაც განსაკუთრებით ფასობდა ილია მეორე. თქვენ როგორ გაიხსენებთ? თან მინდა რომ ვისაუბროთ ამ ნაწილის ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ ასპექტზე, რას გულისხმობ, რომ გარდა იმ ქარტეხილებისა, რაც ქვეყანამ გამოიარა, იყო მთელი რიგი პოლიტიკური მოვლენები, რომელსაც ეს მთელი სიბრძნით ხვდებოდა ხოლმე. აი, როგორ გაიხსენებდით განსაკუთრებულ რთულ და კრიზისულ მომენტებში? იცით, მე მახსოვს კარგად, მე პირადად პატრიარქთან ვიყავი უფრო აი ფოთის ტაძრის მოგეხსენება თეატრის იმასთან დაკავშირებით რამდენჯერმე და ესეთ თემებზე მქონდა, უშუალოდ ესეთ ღრმა პოლიტიკურ თემებზე პატრიარქთან შეხვედრები არ მქონდა. ძირითადად ზურა ხვდებოდა ხოლმე და ზურასთან მქონდა მას ძალიან დიდხნიანი საუბრები. პატრიარქმა იცოდა, რომ ზურა იყო მორწმუნე და ესეთი მაზიარებელი მორწმუნე იყო. და იყო მუდმივად კომუნიკაციაში, ის იყო ქვეყნის ხელისუფლებასთანაც, მაგრამ ისეთი უცნაური რამ იყო, რომ ჩვენი პატრიარქი დირექტივებს არ იძლეოდა. ის არავიზე, აი ხო ხვდებით, ზეწოლას არ ახდენდა. ის იყო რაღაცნაირად ჩვენი რელიგიის გაგრძელება. ჩვენი რელიგია სხვა რელიგიებთან შედარებით ბევრად უფრო მობიერია. და არაფრის იძულებას არ იმაშვება, იყენებს და ასეთი იყო თავად პატრიარქიც. ეხლა მე თვითონ პირველი შეხვედრა 96 წელს მქონდა და ცოტა უცნაური იყო, ახალი დეპუტატი ვიყავი. მივედი პატრიარქთან, ერთ-ერთ არქიტექტორთან ერთად მივიდანე პროექტი ტაძრის, სენაკში ტაძრის მშენებლობის. და ის ნახა ეს პროექტი ძალიან მოეწონა, უთხარი რომ ადრე ხოფერიების ეკლესია იყო აქ თქო და მოგეთ ისა და მივაყოლე ხა ჩვეულებრივად ადამიანმა, რომელმაც არ იცი. ბევრი რამ არ იცი, რა არის ცოდვა. და უთხარი რომ არჩევნებამდე მინდა თქო რომ დავამთავრო თქო ხო ხვდებით თქო რომ არჩევნებისთვის ესე იჯდა და მიყურებდა, ცოტა გაგვირვებული. მაგრამ ეთყობა მე გაანალიზა და მიხვდა და დამლოცა. მე ფოტო მქონდა მიტანილი მისი დიდი ფოტო და იმას დააწერა, დავდე ჩემ გვერდზე ღმერთმა დალოცოს კალბატონი ხათუნა ხოფერი 1996 წელი ილია მეორე. ეხლა ჩარჩოში მაქვს და მეკიდია ეს მისი დალოცვა. და მე ვფიქრობ, რომ ღმერთმაც და მანაც დამლოცა, იმიტომ რომ მერე გავხდი ძალიან მორწმუნე ეკლესიური და გავერკვიე, რომ ეკლესიები არ უნდა აშენო იმისთვის, რომ არჩევნები მოიგო. აი ესეთი რამ დამემართა პირადად მე. მერე იყო ყველაზე ესეც ძალიან საყურადღებოა, რომ არ შენიშვნა მოუწია ამ დროს და არც არანაირი, უბრალოდ მე მივხვდი, ვიგრძენი ცოტა უხერხულობა ისე მიყურებდა. თავად დახვედრებდა ადამიანს რა იყო. და მერე იყო ყველაზე რთული მომენტი ჩემ ცხოვრებაში, როდესაც ჩემი მეორე შვილიშვილი დაუდგინდა, რომ ბილი რუბინის გამო დაზიანდა იქ სისხლის ფორმულა და იყო სრული სიყრუა. და მამა ელიზბარის მონათლულია ნიკო და პატარა 7 თვის ნიკო მიუყვანეთ პატრიარქს. და ფოტოც არის, რომელიც ხათაშორის საპატრიარქოშიც არის, ბევრ იმაში გამოქვეყნდა, უცხოურ პრესაშიც იყო, ესე პატრიარქს ხელი აქვს მიდებული ყურზე ნიკოსთვის. ნიკო ეხა 17 წლის არის და ძალიან მაგარი ბიჭია, იმიტომ რომ ჩემო პატრიარქმა დალოცა.
იკითხავ არ შემილია სულერთი და იგივე მემართება. მესმის ძალიან რთულია. მე ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ნეველის ეკლესიასთან. ძალიან უყვარდა ნეველის ეკლესია, იმიტომ რომ პატრიარქმა ის რა ქვია, ბერად აღკვეცა, მოხდა მეუფე ზენობის მხრიდან ნეველის ეკლესიაში მისი. ამიტომ ის ძალიან დიდ პატივს სცემდა ამ ეკლესიას და ეკლესიაში დედაო ელიზაბეტა იყო ჩემი მეგობარი და ჩემი სულიერი და სულ იქ ვიყავი. როდესაც აღდგომა იყო, მატუშკა მეუბნებოდა, რომ პატრიარქს უყვარს ჩვენი მოხარშული შეღებილი კვერცხებიო. და ესე დიდი კალათებით ვამზადებდით კვერცხებს, ამას ვალამაზებდით, ვდებდით ამ კალათებში, ბანტებს უკეთებდით და მატუშკასთან ერთად მივდიოდით ხოლმე. და მახსოვს მისი დალოცვა, ძალიან უყვარდა მატუშკა, სხვათა შორის იქვე ეზოში მამა ვიტალი საფლავის გვერდით მას ქნა, კურთხევა მიცა რომ დაეგრძალათ. აქვე ამ ტაძარში იყო კაჭა, სალოსი კაჭა, რომელსაც როგორც აღმოჩნდა პატრიარქი მასაც ძალიან დიდ პატივს სცემდა, მან იცოდა რა მხელა ტვირთია სალოსობა და კაჭაც იქვე არის ტაძრის ეზოში დაკრძალული. და მოკლედ აი ესეთი ისინი ჰქონდა და მე მახსოვს ყველაზე მეტად აი რას ვარ იცით კიდე შესწრებული აი სასწაულს. პატრიარქი პირველად რომ მოკლედ მოწამლეს თუ მოიწამლა, არ მინდა ხა მძიმეებებით საუბარი, გერმანიიდან რომ დაბრუნდა, ციცოსთან ერთად დავხვდით მრევლი ტრაპთან. და რომ გამოჩნდა პატრიარქი, ამ დროს ორი მტრედი მოვიდა. და ესე წრე დაარტყეს პატრიარქის იმას. და უკვე პატრიარქს არავინ არ უყურებდით, ყველანი ვიყავით აი ამ სულიწმინდაზე, რომელმაც ჩამოაცილა ტრაპზე. და მე წავიდნენ და მე ციცო ამბობდა, რომ ესეთი მტრედებიო აეროპორტში არ არიანო და საიდან მოვიდნენ. აი ეს იყო ის სასწაული, რომელიც ვნახეთ სამშობლოში დაბრუნებული ესეთი ჩვენგან რა ვიცი, უძღებიშვილებისგან თუ რა ქვია, ესეთ დაზარალებული პატრიარქის იმაზე, როგორ დახვდა სულიწმინდა მას, ბევრნი ვიყავით იქა და ბევრს ემახსოვრება ეს ფაქტი, იმიტომ რომ არაფერზე სხვაზე არ ვლაპარაკობდით, გარდა იმისა, რომ ორი მტრედი საიდღანაც გაჩნდა აეროპორტის მისი საჯარო მოღვაწეობა დასაწყისშიც აღნიშნეთ, რომ დიდ ქარტეხილებს უკავშირდებოდა და როგორ გაუძლო ამ ყველაფერს, ანუ როგორ მართავდა ის ეკლესიას, ისე რომ მოიყვანა დღემდე, როცა ჩვენ მაგალითად ციფრებს ვიღებდით, რომ 40 მონასტერი, რამდენიმე ათეული მონაზონი, დღეს საერთოდ სხვა მასშტაბია, საერთოდ სხვა ტიპის ადამიანების რწმენა, სხვა ტიპის რწმენა გააღვიძა ადამიანებში, აი როგორ შეძლო ეს რის დამსახურებით. ვიცით რა არის, მე ვფიქრობ, რომ პირველი ესეთია ძალიან დიდი დამსახურება, ჩემთვის ვაფშე საერთოდ უცნაური, იმიტომ რომ 1917 წელს დაიბრუნა ავტოკეფალია საქართველოს, ხო? 53-ში, ნუ სტალინის გადაწყვეტილებით და იქ მაშინ შეიცვალა ეს რაღაც პოლიტიკა ეკლესიებთან მიმართებაში, რუსეთმა გვცნო. და 1990 წლამდე სოფლიო მართლმადიდებლურმა სამყარომ საქართველოს ავტოკეფალია არცნო. აი 77 წლიდან 90 წლამდე საქართველოს პატრიარქს დასჭირდა ძალიან დიდი მუშაობა საიმისოდ, რომ ცნობილი ყოფილიყო იგივე ბერძნული ეკლესიისგან, იგივე თქვა საბერძიმისი, იერუსალიმის და ასე შემდეგ საქართველოს ავტოკეფალია. ეს იყო პირადად მისი დამსახურება, ეს იყო ის დიდი ღვაწლი და ავტორიტეტი, რომელიც მან აი ესე ნაბიჯ მოიპოვა. იცით რა არის, ბევრი რამ მოუყოლიათ ჩემთვის, აი მამა საბა მიყვებოდა მაგალითად აცხონ სუფალმა, როგორ ერთ-ერთ საეკლესიო კრებაზე, როგორ შემოვიდა პატრიარქი და იყო შენდობის დღე და ყველას ჩამოუარა და ისინი ისხდნენ და ყველასთან მუხლი მოიყარა და ბოდიში უთხრა. ის უკვე ასაკში იყო და იქ ყველა უყურებდა გაკვირვებული და მერე თქვეს, რომ ღმერთო, შეგვაძლებინე, რომ აი ესეთი თავდაბლობა და აი ესეთი რწმენა ვქონდეს, როგორიც საქართველოს პატრიარქს აქვს. ის თავად იყო ესეთი და აი ამ დამსახურებით ძალიან ბევრ ამას მიაღწია. მე იცით რა მინდა გითხრათ, აი ჩემთვის
ვინ არის პატრიარქი, ჩემი პატრიარქი. ეს არის აი განკაცებული საქართველო. აი საქართველო თავისი ეთნოხასიათით, ხო, თავისი ისტორიით თითქოს განკაცდა ჩვენ პატრიარქში და როგორ გონიერება, პატიების უნარი, შენდობის უნარი, საოცარი დათმენის უნარი, მოთბინება საოცარი, ხვდებით, ის რაც საუკუნეები აქვს საქართველოს, აი ეს იყო თავმოყრილი პატრიარქში. ის იყო სიბრძნის, პატიების, მოთბენის განსახიერება, ხვდებით, ყველა უყვარდა. ესეთი სიყვარული მე არ ვიცი, აი ისევე როგორც საქართველო, რომ ყველას გულში იხუტებდა, ყველა კარგად იყო ჩვენთან, მოდიოდნენ, თავს აფარებდნენ იგივე ებრაელები, იგივე ასირიელები, ჩვენი შვილები ხდებოდნენ, ქართველები ხდებოდნენ, ჩვენი თანამემამულეები და იგივე იყო პატრიარქი. მტერიც კი უყვარდა. აი იმ დღეს მე მგონი მამა შალვამ გაიხსენა, რომ ერთხელო შემთხვევით ტელევიზორი ჩავრთეო და აი საოცარი ფაქტია, ხო და ესე მითხრაო, რომ სახელები მითხარე და მე ვიფიქრეო, როგორც მე ეხლა ადგებაო და ამათ დაერევაო და მითხრაო, რომ ჩემი შვილები არიანო და უნდა ვილოცო მათთვისო. აი ესეთი იყო, საქართველო იყო, თავმოყრა შორის მას აქვს ერთი ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ მე არ ვიციო, მე ვარ საქართველოში თუ საქართველოა ჩემშიო. და მისი იცით გარდაცვალებაც და ეს ცხოვრება ბოლო წლებში განსაკუთრებით აი იყო სრული განსახიერება ამბროსი ხელაიას ნათქვამის, რომ ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული საქართველოს და ხორცი თქვენთვის. აი ჩვენ დაგვემართა ეს, რომ ძალიან დავღალეთ, ბევრი რამ ვაკადრეთ, ძალიან მძიმეთ იყო. ოღონდ მხოლოდ ხორცით, მისი გული და მისი გონება, მისი საზრიანი გონება, მან ბოლომდე შეინარჩუნა ისევ და ისევ საქართველოს, ისევ და ისევ სამშობლოსთვის და იცით ეს დღეს ვთქვი, რომ მან პრინციპში მრწამსში აი ხო არის 10 მცნება, მე-11 დაამატა და ეს არის ორი სიტყვა, საქართველო მიყვარხარ. აი ეს დაგვიტოვა როგორც მრწამსი, რითიც უნდა ვიცხოვროთ. ღმერთი სამშობლო ერთია და მან გვითხრა, რომ მას უყვარდა, ჩვენ ის გვიყვარს, ჩვენ საქართველო გვიყვარს და ჩვენ უნდა ვიცხოვროთ. აი ეს უნდა იყოს საზრისი ჩვენი იმისი და აი ესეთი ბედნიერება ვქონდა. დღეს ვამბობდი, რომ ჩემმა თაობამ ბევრი გადაიტანა, ძალიან მძიმე რაღაცები გადავიტანეთ. ბევრი თანადგომასთან ერთად მტრობა, დღესაც ბევრ რაღაცებს უყურებთ, მაგრამ აი უცნაური არის თვითონ ამ ადამიანის უცნაური კი არა, ბედნიერება არის ყოფნა. იმიტომ რომ მამა გაბრიელს და მე დარწმუნებული ვარ, რომ მეორე წმინდანს ილია მეორეს ჩემი თაობა იცნობდა. მე მისი თბილი ხელი ყოველთვის მემახსოვრება. აი სახეზე რომ მომისვა, მე რომ მივეფერე და მადლობა უთხარი, იმიტომ რომ ჩემი შვილები დამილოცა. აუ რაღაცნაირი იმედი იყო რა. აი უბრალოდ იცოდი რომ გაგიჭირდებოდა, იქ უნდა მისულიყავი. მე თუ დრო დამჩა. რა თქმა უნდა გისმენთ. მინდა გითხრათ ესეთი რამ, რომ ნანას ვესაუბრე დღეს ჩაჩუას. და სამძიმარი უთხარით ერთმანეთს, ვიხსენებდით, ნანაც ვტიროდა, მეც ვტიროდი და მე უთხარი რომ იმედზე მივდივარ ამ საღამოს თქო და ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ მომიწვიეთ, რომ მქონდა იმის საშუალება, რომ გამეცილებინა ჩემი პატრიარქი და ნანამ თხოვა, რომ მე ვერ ვახერხებო და იქნებო ჩემს ნაცვლადო დაემშვიდობო პატრიარქსო. ნან მე დავემშვიდობები ახლა შენს ნაცვლად. მან გამომიგზავნა ტექსტი და მთხოვა, რომ დამშვიდობებოდი და გამეცილებინა პატრიარქი იმ სიტყვებით, რომლითაც აკაკი წერეთელმა გააცილა ილია ჭავჭავაძე. თუ საქართველოს სიკვდილი უწერია, ნეტაი შენ, რომ იმას არ მოესწრები და თუ მისთვის მზიანი დღეებია განკუთვნილი, მაშინ შენ გაგვიხსენი გზა ამ ბედნიერებისკენ. ჩემო პატრიარქო, შენ გაგვიხსენი გზა ამ ბედნიერებისკენ.
დიდი მადლობა. ძალიან ემოციური. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. მართლაც როდესაც თქვენ თქვით რომ აი ძალიან დიდი იმედი იყო, მეც ახლა გავაცნობიერე რომ რაც არ უნდა მძიმე თემაზე ყოფილიყო მისი გამოსვლა, ქადაგება, ხო არც ერთი წამით არ იგრძნობოდა სასოწარკვეთან, ის რომ არ აქვს იმედი, რომ გამარჯვებით დასრულდება ეს ბრძოლა. რა თქმა უნდა, ეს ზოგად ქრისტიანული მიდგომაა და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ალბათ ეს იძლეოდა ძალიან დიდ ძალას. თუნდაც აი საქართველოს გამთლიანების თემაზე, როდესაც საუბრობდა, მას ღრმად სჯეროდა, რომ ეს ძალიან ახლო მომავალში ეს ყველაფერი რეალობა გახდება და მართლაც ქვეყანა გამთლიანდება. ან ნებისმიერ სხვა თემაზე. აი ეს რა ძალას გაძლევდათ, მოდით ამაზეც ვისაუბროთ, ის რომ გამარჯვება არის ძალიან ახლოს. თუნდაც მისი ფრაზა, რომ ეს მზიანი ღამე იყო მისი პატრიარქობა, მაგრამ აუცილებლად გათენდება. აი ეს და როგორ გვჭირდება ახლა სწორედ აი ეს დამოკიდებულება. გუშინ დამირეკა ჩემმა შვილმა და ტიროდა ტელეფონში, ნუ ბღაოდა და დედე მეშინიაო ხო გვითხრაო რომ მე როცა მოხდებაო ჩემ სანამ ცოცხალი ვიქნები და მე ვთქვი ცოცხალი არ გწვენია თქო რისი გეშინია თქო აი ნებისმიერ მომენტში იცით რა არის ზოგადად ჩვენ ბევრ რამეს არ ვაფასებთ ჩვენი ერისას პატრიარქი განსწავლული იყო მას გარდა იმისა რომ სულიერი სიძლიერე ჰქონდა მას ძალიან დიდი ცოდნის მატარებელი იყო და საოცარი ანალიზის უნარი ჰქონდა. იცით, ეხლა ერი, რომელიც იზრდება, აი მე-5 საუკუნეშია შუშანიკის წამება დაწერილი, ხო? და იქ შუშანიკი ამბობს პავლე მოციქულის სიტყვებს, რომ არ დაემონო არც ძმას და არც დას, არამედ განშორდი. ხვდებით? კი არ მოკალი, კი არ დაუპირისპირდი. არ დაემონო დას და ძმასაც კი ჩამოშორდი. და ხვდებით, აი ეს მე-5 საუკუნიდან ამ სიბრძნით მოვდივართ ჩვენ რა. მე-12 საუკუნიდან სიკვდილის გაუქმებით თამარმა რო გააუქმა, ამ სიბრძნით მოვდივართ. ამაზე იყო დაფუძნებული პატრიარქი. იმიტომ იყო ის ასეთი თავშეკავებული. აი მე კიდე მინდა გავიმეორო საქართველო განკაცდა ილია მეორეში. კი ბატონო, და ჩვენ ვერაულით გვერდს ერთ ძალიან მნიშვნელოვან მომენტს საქართველოს ისტორიაში, ეს არის აგვისტოს ომი და პატრიარქი, რომელმაც გამოიყვანა ქართული ჯარისკაცების ცხედრები ოკუპირებული ტერიტორიებიდან. პრინციპში მაშინ ყოველთვის იყო, აი მახსოვს, იმიტომ რომ მეც ვაშუქებდი აგვისტოს ომს, რომ აი მოლოდინი, რომ როგორ შეძლებდა თუ არა ამ ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ საბოლოო ჯამში ის იყო, ვინც შევიდა ამ ტერიტორიებზე და ქართული ბიჭების ცხედრები გამოიყვანა. რო შეაფასოთ მისი ეს გამბედაობაც პრინციპში იმ დროს იყო რუსის ჯარი ოკუპირებული, ასე შემდეგ დაუცველი პრინციპში ტერიტორიები, რა ძალა ჰქონდა მას? ჯერ ერთი შინაგანი რწმენა ჰქონდა, მეორეც ერთი უფალთან ძალიან ახლოს იყო. მე კოვიდის თემას შეგახსენებთ კიდე, როდესაც მსოფლიომ დაკეტა ეკლესიები და ტაძრები და პატრიარქმა ორი სიტყვა თქვა სულ. ეკლესიის კარი იქნება ღია. და მივიდა მორწმუნე საქართველო დადგა ეზიარა ერთი კოვზით და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა ღმერთის სიყვარული და რწმენა რომ ყველაფერს შეგაძლებინებს რა იგივე იყო 2008-ში მას ჰქონდა ძალიან დიდი ავტორიტეტი მან იცოდა აი იცით რა არის ილია მეორის აი ქადაგებსაც მეებს რო კითხულობ და უსმენდი სულ ჰქონდა საოცარი დამოკიდებულება იმ სამყაროსთან თავის მშობლებთან, სულ გვარიგებდა როგორ უნდა მოვექცეთ მიცვალებულებს, აი განსაკუთრებულად ეფერებოდა და აი ეს მომენტი ბიჭებს დაუფინეთო, რომ გაიხადა მიცვალებულებზე, რომ იმასქნა, რომ ბიჭებს დაუფინეთო. ხო, ეს რამხელა პატივისცემა იყო, მაგრამ რამხელა რისკიც იყო. ეხლა ჩვენ რამდენიც არ უნდა ვცადოთ ამ მძიმე დღეებში რაღაცეებზე არ ველაპარაკოთ და თვალი დავხუჭოთ. ჩვენ ხო ვიცით, რომ რეალურად იქ დაღუპულები და გმირების სახელები 2013 წლამდე და იმამდე დამალული ქონდა მიშას ხელისუფლებას და არ ამჟღავნებდნენ, რამდენი გმირი ყავდა და როგორ იღუპებოდა რა. და ეს გმირობა რო შესულიყო იმის გამო, ხვდებით რამხელა 26 მაისს ჩემი შვილი 2 დღე და ღამე დაკარგული იყო. და რო დამირეკეს და მითხრეს, რომ დაბრუნდებაო
არ დავიჯერე და უთხარი რომ გეხვეწებით თქო ხმის ამომღები არა ვარ ცხედარი მომეცით თქო მატირეთ ჩემი ცხედა ხმას არ ამოვიღებ პატრიარქმა აი ეს დააბრუნა ხვდებით კიდე ერთხელ გვითხრა კიდე ერთხელ დაგვაფასებინა კიდე ერთხელ მოგვიყვანა ჭკუაზე და ეს ადამიანი ამას აკეთებდა წლების განმავლობაში ჯერ კიდე კომუნისტების დროს ხვდებით მან შეძლო აი ამ ყველაფრის გარღვევა მან შეძლო სოფლიო დაპირისპირა აი შიში ხვდებით რომ სოფლიო არ აღიარებდა საქართველოს ავტოკეფალიას და მან შეძლო ამის გაკეთება და 90 წელს ჩვენ დავიბრუნეთ ის რაც ისტორიულად გვეკუთვნოდა და რისი ღირსებიც ვიღავით ძალიან დიდი მადლობა პატრიარქო ყველაფრისთვის უბრალოდ იმისთვის რომ იყავი გიცნობდი და მე იმედებოდი მადლობა მადლობა თქვენ რომ დღეს იყავით ჩვენთან ერთად ხათუნა ხოფერია